ვარ ელენე კახიძე 7 წლის. სწავლობ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა თიხით ძერწვა, დედასთან ბისერებით სანკაულების გაკეთება, ხატვა, საჭმელის გაკეთება, სალათებს ვაკეთებ, კარგს და ცეკვა, სიმღერა, რა ვიცი, ყველაფერი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე ვიყავი 3 წლის. ეს საჭმელი იყო ტყემალი და მარტო ხელები ჩავატყლაპუნეში დავისვარე მთლიანად. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ სალატს. მე გამოვიგონე ახალი სალათი. თუ გინდათ გასწავლით რეცეპტს. ვიღებთ 2 კიტრს, ბევრი დიდი ოჯახი თუ გვაქვს. ვიღებთ 2 კიტრს, უჭრით, მაგრამ თავდაპირველად რა თქმა უნდა უბანთ. ვიღებთ 2 პამიდორს, უბანთ, უჭრით წრეებს, ასეთ ხაზებზე. მერე ვიღებთ ქინძი და მაკიდოს, მწვანილს. კიდე უბანთ და უჭრით. ვიღებთ მარილს და წიწაკას. წიწაკას უჭრით, ვუყრით, ვიღებთ მარილს, ვუყრით, აურავთ და ჩვენი სალათი გაკეთდა. დამავიწყდა ცოტა ზეთი აუთვლილებელია. მე ზოგჯერ ვდგები დიეტაზე და ვცდილობ არ შევწამო ბევრი ტკბილეული. კარგად რომ ვიმოძრაო და კარგი გარეგნობა რომ მქონდეს. ამიტომ ვარ ასეთი ლამაზი გოგო. სასწორი გაფუჭებული მაქვს და მგონი ვარ 17 კილო. დავდიოდი ხატვაზე და ეხლა 3 წელია მგონი რაც გადავედი კიდე მესამეჯერ. ხატვის სტუდიებს იმიტომ ვიცლი რომ პირველ ხატვაზე რო ვიყავი, წვიმებილო ვიყო დედებს და მამებს, სულგალეთ აგდებდნენ, სულგალეთ იყვნენ და მე შემეცოდა დედიკო და დედას არ უნდოდა რომ თან გაცივდნენ და გადამიყვანენ მერე სხვა ხატვაში. ახლა სადაც ვარ ყველაზე კარგი სტუდიაა. ადრე რო ვიყავი სანამ მაქა გადავიდოდი, იქა კარგი მასწავლებლები იყვნენ. რომ შემეძლოს ძველ მასწავლებლებს გადმომიყვანდი ახალ სტუდიაში. მე ვიცი ყვავილის ხატვა, გოგოს ხატვა, ხეს ხატვა, ძაღლის ხატვა, კატას ხატვა, მელას ხატვა, ძაღლის ხატვა, ღლუბრების ხატვა, ადამიანების მასწავლებლების ყველაფერის ხატვა და ცისარტყელის რა თქმა უნდა. მე ახლა გასწავლი ძაღლის დახატვას. გინდა გითხრა რა არის ჩემთვის ყველაზე იოლი? რომ ხატავ ძაღლი. ჯერ უხელო ადამიანი უნდა დავხატოთ, მერე ირურგული უნდა დავხატოთ, პატარა წერტილები, მერე ასეთი წერე, მერე მეორე წერე, კიდე უფრო დიდი, შიგნით 2 კიდე წერა და კიდე უპატარა წერა გავაფერადო ჩავად, მანამდე თან ასეთი ტალღოვანი ხაზის ყურები, ქვევით მომგავალებული კიდე ტალღოვანი ხაზი და всё გამოვიდა ყოლები, დამთავრდა ძაღლი. ბევრს ხო არ დაპარაკობ. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს ყავისფერი და შავი. იმიტომ რომ ძალიან მუქი ფერია ჩემთვის. ამიტომ მინდა თმის შეღებვა ვარდისფრად. კიდევ მომიხდება იასამნისფერი ან წითელი. ერთხელ გამოფენაზე გავყიდე ნახატები და ჩემი თიხის ნაძერწები.
Ragirda da 4 ლარად, 5 ლარად, 9 ლარად, 3 ლარად, 2 ლარად, 5 რაღაც გავყიდე და იყიდა ეს ყველაფერი მარტო ერთმა ბებიამ და ბაბუამ. ჩემი არ იყო სხვა ბაბუამ და ბებიამ. მერე გვითხრეს რომ არის ერთი ავადმყოფი ბიჭია არა ქვია აღარ მახსოვს მაგრამ ყველამ რაც გაყიდნენ იმის ფურის ჩადეს კასაში და მეც მივაბატე მინდოდა რომ ის ბიჭი იყოს კარგად და მალე გამომჯანმრთელდეს. მე კიდევ ძალიან მიყვარს სიმღერა. ადრე დავდიოდი ცეკვაზე და ბალეტზე და იქიდან მაქვს ნიჭი. კიდევ დავდიოდი რა თქმა უნდა სიმღერაზე. ყველაფრიდან იმიტომ გამოვედი რომ მინდიასთან რო შევედი ლოგიკის მასწავლებელთან და ხატვასთან ვეღარ მოვასწრებდი. ჩემი საყვარელი სიმღერაა ანი ბანი განი. ანი ბანი განი ქართული ანბანი ასო პანი პანი პეპელა გამოიცანი ანი ბანი განი ქართული ანბანი ასო ჩანი ჩაიდანი ჩემი საყვარელი ცეკვა დიმპიტაური დამპიტაური დიმპიტაური დამპიტაური დიმპიტაური დამპიტაური დიმპიტაური დამპიტაური მე სიმღერის ბალეტის და ცეკვის კონცერტი მქონდა. ყველაზე უფრო მომეწონა ბალეტის კონცერტი. იმიტომ რომ თან კარგად უცეკვავდი, კარგად ვიცი ბალეტი, ერთი მოვიფიქრე და იმის ბოლოს თან მქენი, ჩემით მოვიფიქრე რომ სხვა ერთი რაღაც გავაკეთო სულ ბოლოს ჩემით. ვიძიამ კონცერტის მერე მაჩუქა ყვავილები. მე ყვავილებიდან ვგავარ ვარდს მგონი. ასე იმიტომ მგონია რომ დედიკო მიძახის ვარდს. ახი ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა, ბიძია. შოთა ბიძიაც თოლი იმიტომ არ ყავს რომ ადრე ვეუბნებოდი რომ არ უნდაო და ეხლა ძალიან მინდა რომ ყავდეს. ადრე იმიტომ არ მინდოდა რომ მოეყვანა თოლი რომ მეგონებოდა რომ იმასთან უფრო ბევრს ითამაშებდა. და დღემდე ძალიან ბევრს მეთამაშება. ეხლა იმიტომ მინდა მოეყვანოს თოლი რომ რაღაცა დაიკო და ძამიკო მინდა არ მყავს ბიძიას რაღაც უნდა ეს არის ჩემი შანსი მოიგო ჩემი ბიძაშვილი. შეყვარებული მარტო გოგოებს უყურებს მის ტელეფონში და მგონი ყავს. მე მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. მამიკო არის მხიარული, სულ მოკბენს, მიხიცინებს, უმშიშარი, არაფრის არ ეშინია თან. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი და ძალიან მიყვარს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ დედამიწაზე. ახლა მინდა ვიყო 3 წლის. ბაღის საჭმელები მომემატრა სულუჭამი ბაღის აწმელებს და ვიღაცას თუ არ უნდა და ვეუბნებოდი შენ არ გინდა საჭმელი მე მომეცი მე შევჭამ. დავჭამდი. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ რომ კარგი მეგობრები მყავს, კარგი კლასელები, კარგი მასწავლებლები, ლამაზი სკოლა. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ლაშა გიორგი, ყველაზე ჩელქია დენისი, ყველაზე მშვიდია ნინა. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი.
მიღწი. ისეთი კარგი ვარ, თვითონაც მიკვირს. მართლაც მიკვირს. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია მინდია ფუტკარაძე. იმიტომ რომ მხიარულია, კეთილია, საინტერესო გაკვეთილებს ატარებს, საინტერესო ტესტები, ლოგიკური ტესტები და მე თვითონაც კარგად ვსწავლობ ლოგიკას. რომ გავიზარდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მხატვარი. Ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი პონის. მინდა დავინახო როგორ იქნებოდა სინამდვილეში და მაგაზე მივიფრენდი. ჩემი ოცნებაა პონით ვიარო სკოლაში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. ენა მონაწილემ დამიტოვა კითხვა. რა იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა? რა იყო და ბაკურიანში რო ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად. მაშინ ვიყავი 4 წლის. ყველაზე უფრო მომეწონა თოვლი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი და ჯადოსნური სათვალე ბაბუასთვის, რომ დაინახოს კარგად. ბედნიერება არის დედიკო როცა არის შენთან ახლოს, როცა მეგობრები არის შენთან, როცა კარგ ხასიათზე ხარ, როცა კეთილი ხარ, როცა მაგალითად ადამიანს ნახავ, ვისაც უნდა ფული და მიცემ. აი ეს არის ბედნიერება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.